დღეს მოკლედ მოგიყვებით თუ რა უნდა ვიცოდეთ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის განმეორებით ბრძოლაზე. კარგად მოგვეხსენება, რომ ერთი კარდიო მანქანაა, რომელსაც სხეულში 8 ცილინდრიანი ძრავი უდგას და არასოდეს იღლება. მეორე კი უზუსტესი სნაიპერია, რომლის დარტყმებიც მომაკვდინებელია და ჩვეული საჩემპიონო თავხედობით ყოველთვის გამოირჩევა. ამ ბრძოლას საინტერესოს მხოლოდ სტილების განსხვავება არ ქმნის. ამ ჯგუფში გამარჯვებული სუპერ მსუბუქი წონის დივიზიონში საუკეთესო სტატუსს გაიმყარებს. არ გეგონოთ, რომ მერაბ დვალიშვილის და შონ ომალის დაპირისპირება მხოლოდ მათი პირველი ჯგუფიდან იწყება. ომალის დვალიშვილი ჯერ კიდევ 2018 წლიდან იწვევდა. Sean O'Malley, I want to fight with him. So, Sean O'Malley, keep smoking. I will keep training, and we'll see who's better. რასაკვირველია უსახელო დვალიშვილს, რომელსაც UFC-ში გამარჯვებები აკლდა, ახალგაზრდა პერსპექტიულ ვარსკვლავთან ბრძოლას არ ჩაუნიშნავდნენ. საჩემპიონო ბრძოლის მისაღებად მერაბს 10 ჩხუბის მოგება მოუწია და ყველამ კარგად ვიცით, როგორი მებრძოლებიც გაიარა. დადგა დრო და მერაბმა მიიღო სანატრელი სატიტულო ბრძოლა. როგორც დასრულდა, ყველამ კარგად ვიცით. განუწყვეტელი ზეწოლისა და გაუთავებელი გდებების მცდელობებით მერაბმა 5 რაუნდის განმავლობაში შონ ომალი მიწასთან გაასწორა. წაგების შემდეგ ომალის მხარე მარცხს ასე ამართლებდა, რომ ჩვენს ბიჭს თეზოზე ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი და ამიტომ მერაბის გდებებს ვერ ვიცავდითო. ტიმ უელში შონ ომალის მწვრთნელი ამბობდა, რომ ოპერაციაც კი გქონდა ჩანიშნული, მაგრამ ჩხუბის გამაზვა არ გვინდოდა და ამიტომ ოპერაცია გადავდეთო. მერაბთან მარცხის შემდეგ შონ ომალი სულ სხვა ადამიანი გახდა. როგორც თვითონ ამბობს, უფრო თავმდაბალია. როგორც თვითონ ამბობს, თეზოზე ოპერაციას გაიკეთა, მოწევასაც თავი დაანება, სოციალურ ქსელებში ნაკლებ დროს ატარებს, პოკერს აღარ თამაშობს და ხელმწიფობასაც თავი დაანება. იმ დროს, როდესაც ომალი საკუთარ თავში გარკვევას ცდილობდა, მერაბი დროს უქმად არ კარგავდა და ყველაზე საშიში პროსპექტი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. თან ისე დაამარცხა, რომ UFC-ში პირველი ადამიანი გახდა, ვინც გდება შეუსრულა და ამავდროულად ჯორჯ სენტიერის დიდი ხნის მოუხსნელი რეკორდის მოხსნა. მომავალ ბრძოლაში ომალის ბანაკი სულ სხვა შუგას გვპირდება. როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, წინა ბრძოლიდან ბევრი რამ შეცვალეს და ახლა სულ სხვა ომალის ვიხილავთ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლისთვის მზადების პერიოდში ძალიან ბევრი იჭიდავეს და მერაბის ჭიდაობით გაკვირვებას აპირებენ. ბუნებრივია ეს გონებრივი თამაშებია და ომალი მერაბთან ჭიდაობას არ გადაწყვეტს. ჩვეულებრივ ეცდება, რომ ეს ჩხუბი კრივად გადააქციოს. ომალი ამ ჩხუბში ბევრს არ გარისკავს, რადგან ყოველი დაშვებული შეცდომა მას ძალიან ძვირად დაუჯდება. მერაბისთვის ყველაზე კარგი ის არის, რომ ომალის ზუსტად იმ მომენტში ხვდება, სადაც მისგან მაქსიმალურის მიღება შეუძლია. დვალიშვილამდე ბრძოლაში ომალი სხვას რომ შეხვედროდა და იქ დამარცხებულიყო, შუგა იმხელა დონის ვარსკვლავი ვეღარ იქნებოდა. ფინალსურ სარგებელთან ერთად მერაბი ნაკლებ ჰაიპსაც მიიღებდა და მისი მემკვიდრეობისთვის დამარცხებული ომალი არც ისე დიდი სახელი იქნებოდა. როგორც უკვე გითხარით, ამ ჩხუბში საქმე მხოლოდ რევანშს არ ეხება. აქ გამარჯვებული სუპერ მსუბუქი წონის გოუთობაზე დიდ განაცხადს გააკეთებს. საინტერესოა, თქვენ რას ფიქრობთ ამ ბრძოლის შესახებ? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.